მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, EUTO და EUTO ODR არის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი. ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე და გრძელდება არჩევნების ჩატარების შემდეგ. და მთავარი მიზეზი არის ის, რომ EUTO ODR-მა, რომელიც არის მთავარი სადამკვირვებლო მისია, რომელიც აგვირდებოდა ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული. ამ ფონზე, ამ თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს EUTO სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარმა იმართა საკარეო საქმეთა მინისტრს ბატონ მაგა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და EUTO-ს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ამაზეც არის საუბარი კიდევ ერთხელ ამ წერილში. აქ საუბარი იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკრეტულ პირობებში. ასევე აქ საუბარია გარკვეულ კრიტიკულ შენიშვნებზე, ასეთი ტერმინია გამოყენებული, გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ჩამონათვალია ასეთი ამორჩეველზე ზეწოლასთან და ფინანსურ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და სხვა. თქვენ იცით, რომ ეხლა თემა რაც ჰქონდათ მთავარი ოპოზიციის წარმომადგენლებს იყო ეგრეთ წოდებული გაჟონვის თემა. ეს საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები ამ წერილში გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ეს საკითხი საერთოდ არ იყო აქტუალური. ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია არის, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებული. მე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად EUTO ODR-ს, EUTO სადამკვირვებლო მისიას, EUTO საპარლამენტო ასამბლეის მისიას არჩევნებზე დაკვირვებისთვის და მათი ობიექტური შეფასებისთვის. ასევე მინდა გამოეხმოვრო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს. გუშინ ისევე როგორც გუშინ წინ თავიდან იქნა არიდებული ძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. თან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული სისტემური და უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიციელებს მოთმინებისთვის. თქვენ ხედავდით, რომ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად ძალიან უხეშად ძალადობდნენ პოლიციელებზე, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ, სისტემურ და წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას არ გმობს არავინ. პირველ რიგში გულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქცია არის, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებზე რეაგირება. თქვენ ხედავდით გუშინ წინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომდე სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან. რეაგირება პოლიციის მხრიდან იყო თავიდან ბოლომდე პროპორციული, თუმცა არავითარი რეაგირება, არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ წინასწარ დაგეგმილ კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია, რაც არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს რომ ასეთ დუმილს მოძალადე დაჯგუფებები, ძალადობრივი დაჯგუფებები აღიქვამენ როგორც მწვანე შუქს ძალადობის გასაგრძელებლად. ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ საერთაშორისო სუბიექტებს დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ და არა მარტო პოლიციელების წინააღმდეგ. ძალადობის ობიექტები არიან სხვადასხვა ადამიანები, თუმცა არავითარი განცხადება დღემდე არ ისმის. გუშინ საღამოს 4 პარტიამ აღიარა, რომ სწორედ ისინი დგანან კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან. გუშინ გავრცელდა 4 პარტიის, ეს არის სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიების ერთობლივი, ასე ვთქვათ, განცხადება, მათ პრაქტიკულად აღიარეს, რომ სწორედ ისინი დგანან იმ თავდასხმის უკან, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციურ წყობილებაზე საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსებით ნაცმაიდნის მოწყობის მესამე მცდელობაც ჩავარდა. პირველი მცდელობა იყო უშუალოდ, როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის ივნისში, როდესაც
არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს საკითხი საბაბად გამოიყენეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და NGO-ებმა იმისათვის რომ მოეწყოთ ამ ქვეყანაში ნაცმაიდანი, თუმცა ეს გეგმა ჩავარდა. მოგვიანებით იყო ასევე მცდელობა, რომელიც უკავშირდებოდა გამჭვირვალობის კანონს, ნაცმაიდანის მოწყობის ეს მცდელობა ჩავარდა და ახლა მესამე მცდელობა უკვე, პრინციპში მეოთხე იყო, ასე შეიძლება ითქვას, ორი მცდელობა იყო კანონთან დაკავშირებით, ნაცმაიდანის მოწყობის მეოთხე მცდელობაც ჩავარდა საქართველოში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გამჭვირვალედ. სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს გამჭვირვალობის თავაფასი. მათ სურდათ გამჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში. ყველას მინდა შევახსენო, რომ ვერც გამჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი ნაცმაიდანი რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა. კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა ყურადღების გამახვილება, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს საქართველოში. თქვენ ხედავთ, რომ არის ბულინგის მცდელობა, ეგრეთ წოდებული ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე. ეს არის ერთი სფერო, რომელიც გამოიკვეთა პედაგოგებზე და მოსწავლეებზეც კი, სკოლის მოსწავლეებზეც კი. უბრალოდ წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები და არის ეგრეთ წოდებული ბულინგი მედიის წარმომადგენლებზე. გუშინდელი ფაქტიც ვიხილეთ, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო ის, რომ კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ კრიმინალური ფულით. ეს არის თავის დროზე ქართული ჯარიდან მოპარული ფული, ეს არის ბიზნესის რეკეტით ნაშოვნი ფული და ეს არის დღეს ევროპელი პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფული. და ეს ადამიანები ამ შავ ფულს იღებენ ხელფასად და ახლა ცდილობენ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში. არა მარტო ხელფასად იღებენ, რაც ინფორმაცია მომცეს, ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა შეჭრას, გუშინ წინ თვარსები შეიძლება გუშინაც იყო, საზოგადოებრივ მაუწყებელში თავად არის კოლცენტრის ფლობელის მეუღლე. ამ კაცს აქვს კოლცენტრი, ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში, არ დავაკონკრეტებ. ასეთი ადამიანებისგან რა თქმა უნდა ყველაფერი არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ დავიცავთ ყველას ლიბერალური ფაშიზმისგან, ეს არის რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იქნება საჯარო მოსამსახურე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი თუ მოსწავლე თუ სტუდენტი თუ ჟურნალისტი, ყველას დავიცავთ ამგვარი ეგრეთ წოდებული ბულინგისგან, ლიბერალური ფაშიზმისგან. ამას გავაკეთებთ რა თქმა უნდა მთელი პასუხისმგებლობით. ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომლებიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე. ეს მოხდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თქვენ იცით, რომ გუშინ, სადეს, ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის საგიდება და შემთხვევით ცეცხლი გააჩინეს სხვა სართულზე, მაგრამ ეს იყო ცეცხლის საგიდების მცდელობა. დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს ოფისის თანამშრომლებს და არის მრავალი ფაქტი, აღარ მინდა გავაგრძელოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს 10-ჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ 4 პარტიასთან შედარებით. 10-ჯერ მეტი რესურსი. მაგრამ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას. მათი მიზანია პროვოკაციები, მათი მიზანია ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა მოთმინებით უპასუხებთ და არ გვექნება თუნდაც პროპორციული რეაგირება ამ ყველაფერზე. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არის ძვირფასი თითეული გულსრფელი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროტესტი არის საფუძვლიანი თუ არ არის საფუძვლიანი, თითეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი, ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებაც ახალგაზრდებმა მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ, აქედან გამომდინარე თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა განსაკუთრებულად უნდა გავაფრთხილდეთ. მე ყველა მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ პირიქით მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. ეს არის რეალობა. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ სიყალბე, რასაც შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული მედია და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი შეუერთდა ამ დეზინფორმაციულ კამპანიას. მე ამ თემასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მქონდა საუბარი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა საკითხებთან ერთად და დღეს დიპლომატებმა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი
მითითება შესაბამისი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. კიდევ ერთი თემა ეს არის საჯარო დისკუსია. ჩვენ შევთავაზეთ ყველას ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ჩვენთან ერთად. საჯაროში, არასაჯაროში ნებისმიერი ფორმატისთვის ვართ მსად. იმდენად ყარია ჩვენი პოზიციები, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, მსად ვართ, ღია ვართ ნებისმიერი საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიისთვის. ჩვენ ანალოგიური შეთავაზება გქონდა რამდენიმე თვის წინაც, როცა საქმე ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მაშინ ჩაერთო მთელი ლიბერალური ფაშიზმი და არც ერთ ახალგაზრდას არ მიცეს და არც ერთ ადამიანს არ მიცეს დისკუსიაში ჩართვის საშუალება. ნახოთ ახლა როგორ იქნება, კიდევ ერთხელ თავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ეს ლიბერალური ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო ან არასაჯარო დისკუსიაში. ჩვენ მხრიდან არის სრული ღიაობა, სრული მგზავრობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვეტეთ. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ მეორე მხრიდანაც ველით იმის მგზავრობას, რომ თუ დაუმტკიცებთ ჩვენ სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად ხურცფერი დამოკიდებულება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ არ გითხები, თქვენ გიპასუხებთ. ტელეკომპანია იმედი, მარიამ ბულღაძე, თქვენ ისაუბრეთ აქციებზე, ნაწილობრივ შეეხეთ ამ თემასაც, მაგრამ მინდა რომ უფრო დავაზუსტოთ სკოლებთან დაკავშირებით, მოუწოდებენ რომ შეწყვეტონ სასწავლო პროცესი და შეუერთდნენ პროტესტს, საქმე ეხება არასრულ წლოვნებს. ხო, როგორ აფასებთ ამ მოწოდებას თქვენ? ეს არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა, კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერა. თქვენ გახსოვთ, რომ თავის როცა ესენი იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი იყო აბსოლუტურად პოლიტიზებული. მათ შორის განათლების სისტემა იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული და ამის საცეცები ჯერ კიდევ სახეზია. ეს ეხება როგორც სასკოლო განათლების დონეს, ისევე უმაღლესი განათლების დონეს. ეს მათი ხელწერაა. თუმცა რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობაც არის წარუმატებლობისთვის განწირული, უბრალოდ უნდა შევაფასოთ ის, რაც ხდება. მორალური თვალსაზრისით ამას რა თქმა უნდა არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი ამორალური ქმედება, თუმცა როგორი ამორალურებიც არიან, ისეთ ქმედებებს ახორციელებენ. ეს არის ის შეფასება, რაც ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს. რამდენიმე კითხვა მექნება კიდევ, ასევე ვნახეთ 4 ოპოზიციური პარტიის მოწოდება. მოწოდებენ ყველას, რომ დატოვონ სამსახურები, აიღონ შვებულება, გაემიჯნონ, გაიფიცონ და შეუერთდნენ პროტესტს. ამ მოწოდებასაც როგორ ეხმაურებით, რამდენად სწორია ახლა ეს? ეს უკვე არის ისტერიკის გამოვლინება. ყველამ დაინახა, რომ საქართველოში ვერავითარი ნაცმაიდანი ვერ შედგება. უკვე 4 მცდელობა აქვს, ამ 4 წლის განმავლობაში 3 ჩაუვარდათ, არავითარი შანსი არ აქვს, რომ გამოვიდეთ 4 მცდელობა. ეს არის უკვე ერთგვარი ისტერიკა. ისტერიკაშია 4 პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, დღეს სასაცილო იყო ეს ქალი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და 3 პოსტი მომიწყნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის ძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ ბუნებრივია დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებს. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხება. რას ნიშნავდა სტრატეგიული პარტნიორობა? ჩვენ ვიცით, რომ არ ქონდა უვიზო მიმოსვლა, არ ქონდა სავაჭრო ურთიერთობები, რა ქონდა სტრატეგიულ პარტნიორობას და ასევე აქციების პერიოდში ეს გადაწყვეტილება როგორ ფასდება, ხომ არ არის პროცესების უფრო წახალისება? ასეთი პრაქტიკული დატვირთვა ამ პარტნიორობას არ ქონდა, ჩვენ არ ქონდა არც პირდაპირ ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და შემდეგ, რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან, სამწუხაროდ ყველა მიმართულებით ჩვენ ქონდა მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობ მრავალ წელზე, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შემოხვედრი ნაბიჯები. რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილებას, აქციების კუთხით დიდი ფასი არ აქვს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას. უბრალოდ ხდება ასეთი რამ, 20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს რა თქმა უნდა დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავთ იმისათვის, რომ გადაიდურთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტი და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ბოლო კითხვა ზურაბიშვილმა დაანონსა ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე ამბობს რომ ყველა ძალისხმევა უნდა მიმართონ რომ სხდომა ჩაინიშნოს და გადაწყვეტილებები პროცესს დაეხმარება ეს გამოხმაურებაც რა შეგვიძლია ორი რამ შეიძლება ითქვას ერთი რომ ესეც ისტერიკის გაგრძელება აქვს მძიმე ემოციური ფონი ამ ქალბატონს და შესაბამისად უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ასე ვთქვათ ინარჩუნებს ეს ერთი და მეორე რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა ჩვენი კანონმდებლობის თანახმად მოსამართლესთან კომუნიკაციაც კი უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი ანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ეს პირდაპირ კრიმინალია უბრალოდ ამ ადამიანმა იცის რომ 72 წლის ქალბატონის საჭირა შეიძლება არავის მოუნდეს ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის გამარჯობა ლელა ჯავახიშვილი რუსთავი 2 თქვენ დღესაც ახსენეთ რომ გაქვთ შეთავაზება დისკუსიაზე გულწრფელი ადამიანებისთვის რომლებიც აპროტესტებენ თქვენს გადაწყვეტილებას ვინაიდან ვფიქრობთ რომ არასწორად გაიგეს თქვენი ნათქვამი და ნახეთ პირველი გამოხმაურებებიც ასეთია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს რომ მზად არის თქვენთან ერთად საჯარო დებატების ფორმატში დაჯდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ასევე გამოგხმაურათ თინა ხიდაშელი რომ გამოწვევა მიღებულია და დრო და ადგილი გითხარით საჯარო დებატებისთვისო რას პასუხობთ მათ ანუ ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მებარება მე ეჭვი, თუმცა ამასაც შემიძლია გითხრათ, რომ თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად სად და ჩვენ ვართ სად. ნებისმიერი ჩვენგანი არის სად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაждდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მსაუბას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების კონკრეტულად გულწრფელობაში მებარება ეჭვი, სად ვართ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში. და კითხავთ არის თუ არა დაწყებული გამოძიება ძალადობის ცალკეულ შემთხვევებზე, რომლებიც ნახეთ გასული დღეების განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელთა მხრიდან ერთ-ერთ შემთხვევაზე თქვენ გუშინაც ისაუბრეთ, თუ არის დაწყებული ამასთან დაკავშირებით. კი, ყველა შესაბამის საქმეზე, საკითხზე ყისიერად იწყება ხოლმე გამოძიება და ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია ანალოგიური პრაქტიკით მოქმედებს ყველა სამართალდამცავი უწყება. მოგესალმებით, სალომე ქოქიაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ვინაიდან მაუწყებელს წარმოადგენ დავიწყებ სწორედ მაუწყებელზე საუბრით, თქვენი საუბრეთ ამ თემაზე ბატონო ერაკლი უკვე, მაგრამ როგორ ფიქრობთ აი ეს მოვლენები, რომლებიც ახლა ვითარდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გარდა ამისა არნახული ზეწოლის მცდელობები, ვიტყოდი ჩვენს ჟურნალისტებზე ეს არის რაღაცა ცალკეული შემთხვევა, თუ მაგალითად ეს შეიძლება იყოს რაღაცა ერთიანი სქემის ნაწილი. ყველაფერი ზოგადად არის კოორდინირებული. თქვენ იცით რომ ტრენინგები უტარდებოდათ ამ ადამიანებს. თქვენთან მოვიდნენ მაგალითად ეგრეთ წოდებული ხელოვანები. და ჩვენ საუბრობდით საზოგადოების წინაშე კანვასის ტრენინგებთან დაკავშირებით. და კანვასის ტრენინგებს გადიოდნენ სწორედ ეს ეგრეთ წოდებული, თუ რა ვიცი, ხელოვანები დავარქვათ. მე არ მაქვს უფლება რომ ვიღაცას ეგრეთ წოდებული ხელოვანი უწოდოთ და ნამდვილი ხელოვანი ეს შეაფასოს, რა თქმა უნდა შეაფასოს შესაბამისმა აუდიტორიამ. მაგრამ არიან ხელოვანები შესაბამის სტატუსის მქონე ხალხი, რომლებიც გეზერაშვილის ჟურნალისტებთან ერთად იჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, კოორდინირებული. თავის დროზე ჩვენ როცა ვამბობთ იმას, რომ ხელოვანებს უტარდებოდა ტრენინგები რევოლუციაში, ვიღაცები ირონიულად პასუხობდნენ ამას, მაგრამ ფაქტია, არის, რა თქმა უნდა, წარუმატებელი, მაგრამ რევოლუციური პროცესები და ამაში პირდაპირ მონაწილეობენ ეს ადამიანები, ხო, ხელოვანის სტატუსით. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია. რაც შეეხება მედიაში შეჭრის ცდილობას, ეს არის რა თქმა უნდა ნაცმოძრაობის ხელწერა. ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი. და სხვათა შორის 1-2 ბჭყალებში გულწრფელი ახალგაზრდა პირდაპირ პირდებოდა იმედის წარმომადგენლებს 7 ნოემბრის გამეორებას და თან ეს არაერთხელ მოხდა, მრავალჯერადად გაიმეორეს ეს გზავნილი, ხო? მართლა გაუგონარი რამეა ეს ყველაფერი, თუმცა როდესაც ხარ მაგალითად კუდის მაღალჩინოსნის შვილი და როცა ბავშვობიდან გინერგავენ ამას, რომ 7 ნოემბერი ეს იყო საოცარი მოვლენა, დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა, ესეთი, ასე ვთქვათ, მორალით იზრდები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ასეთ ახალგაზრდებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ტელევიზიაში შეჭრას,
ყველას გვახსენებს ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, 7 ნოემბერსაც იბერიაში შეჭრას, რუსთავიორის მიტაცებას, საზოგადოებრივ მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე. ეს ყველაფერი ხო გამოვიარეთ 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით. სულ რამდენიმე წელი დაჭირდათ იმისათვის, რომ დაემყარებინათ სრული მედია, სრული სატელევიზიო მონოპოლია ჩვენს ქვეყანაში. ახლაც არ იცვლება არც ხელწერა, არც მიდგომები, რატომ? ერთ საინტერესო დეტალია. მაშინაც ისინი ამას აკეთებდნენ პატრონის დავალებით და ახლაც იგივე საკეთებენ პატრონის დავალებით. ხელწერა არ იცვლება. იგივე რო ავიღოთ მაგალითად გადავუხვევ ცოტა გახარია. მან აღიარა, რომ მის მიერაც არის დაორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები. ერთ-ერთ დღეს 100-მდე მოძალადე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მან განაცხადა, რომ ათეულობით მისი აქტივისტი იყო დაკავებული. ანუ პირდაპირ აღიარა მან, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების დიდი ნაწილი არის მის მიერ პარტიული ხაზით დაორგანიზებული. რა თქმა უნდა, აქაც საქმეში ერთვება პატრონის ფული, პატრონის მიითებები, მაგრამ პარტიული ხაზი იყო მისი. და ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ თვალებს ხრიდა მომიტინგეებს პატრონის დავალებით, იგივე პატრონის დავალებით ესვრის ახლა პიროტექნიკას პოლიციელებს. ხელწერა არ იცვლება. ზუსტად იგივეა მედიის შემთხვევაშიც. პატრონი ავალებდა თავის დროზე ტელევიზიაში შეჭრას ამ ადამიანებს, ნაცებს და დღესაც ავალებს ტელევიზიებში შეჭრას. ეს არის ზუსტად იგივე ხელწერა. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს რომ მოეგოთ 26 ოქტომბრის არჩევნები. რას დაატრიალებდნენ უბრალოდ ამ ქვეყანაში. ტელევიზიების შეჭრა, ადამიანების კვლობა, წამება და ასე შემდეგ, ბიზნესის რეკეტი. ეს იქნებოდა ორმაგი მასშტაბით და 10-მაგი მასშტაბით გამეორებული ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მალობა ღმერთს გამოვიდა 1,200,000 ადამიანი ამ ქვეყანაში და მხარი დაუჭირა ამ ყველაფრის არ დაბრუნებას და ქვეყნის შვიდობიანი განვითარების გაგრძელებას. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო ირაკლი, თქვენ ნაწილობრივ საუბრეთ სკოლების ჩართულობაზეც. ჩვენ გუშინაც ვნახეთ აქციაზე კადრები, არასრულწლოვნები და მათ შორის საკმაოდ პატარა ბავშვები იყვნენ ჩართულები. იგივე მაგალითად ცალკეული საგნების როლაში, თუმცა ამ წუთებში მაგალითად ახლის წინ მაგალითად საქართველოს პრეზიდენტმა დაპოსტა სოციალურ ქსელში, სადაც ის ამბობს, რომ უნივერსიტეტების შემდგომ ახლა არის სკოლების დრო. რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ მოწოდებაზე? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ბევრი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მთავარი შეფასება არის ის, რომ ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს ხვდავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხო იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად. და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე. ეს უბრალოდ არის ამორალური, თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ქონია მორალი. არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენ საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას აქვს დარჩენილი ზუსტად 4 პარასკევა. თემბოდის მოვიხდი და ერთი შეკითხვა უნდა დავსვაკიდავ. თქვენ საუბრობდით გუშინდელ პრესკონფერენციაზეც დაკავებულ უცხოეთის მოქალაქეებზე, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე. მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კიდევ პორტუგალიის სამი მოქალაქე არის დაკავებული. არ ვიცი თუ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია და ზოგადად რა ეტაპზე არის ამ თვალსაზრისით გამოძიება, თუ შეგიძლიათ გითხრათ უფრო მეტი რას აკეთებდნენ უცხოეთის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რეალურად იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართული, მე არ მინდა ყველა ქვეყანა დავაკონკრეტო, თუმცა რეალურად იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც ჩანს პირდაპირ, რომ ეს ყველაფერიც იყო კოორდინირებული. ანუ საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ქონდა ამ პროცესებს, გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ზოგადად ამ ნაცმაიდნის მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული. სხვანაირად გამორიცხულია, რომ 3 და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში. ხო, რა თქმა უნდა, აქ იყო სერიოზული კოორდინაცია. დღეს ბრიტანეთის ელჩმა მოითხოვა პრემიერ-მინისტრთან ჩემთან შეხვედრა, ამ დღეებში ალბათ მოვახერხებ მასთან შეხვედრას, როგორც ჩანს ამ თემასთან დაკავშირებით სურს საუბარი ვნახოთ. მოგესალმებით, ტელეკომპანია პოსტები, ცხადაძიანა. მიმდინარე პროცესებზე მინდა გკითხოთ, ოპოზიციის აქტივისტები ღიად საუბრობენ მსხვერპლის აუცილებლობაზე, თუმცა ამ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებას ოპოზიცია არ აპირებს. ხო, რეალურად გუშინ პრაქტიკულად საღამოს
აღიარეს საკუთარი თანამონაწილეობა ამ პროცესებში, როდესაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, ანუ კიდევ ერთხელ 4 ნაცმოძრაობის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტია დადგა ერთად და მათ გაამშოვნეს საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება. რეალურად ძალადობრივი დაჯგუფებები არის კოორდინირებული სწორედ ამ ოთხმაგი პარტიული ხაზით, რაც კიდევ ერთხელ გახარია მაგალითად წამოწდენის ფორმით თავად აღიარა, ხო? ანუ 100 კაციდან თქვა, რომ რამდენიმე ათეული მისი ხარდამჭერი იყო დაკავებული. ანუ პირდაპირ აღიარა სისტემური ჩართულობა, მისი აქტივისტების სისტემური ჩართულობა ძალადობრივ ქმედებებში. ნუ ასეთი პირდაპირ აღიარება არ ყოფილა სხვა პარტიების მხრიდან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომელი პარტიების კუთვნილება ეს ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში. ნუ ეს არის ფაქტების ერთობლიობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მათ შორის ოფისებში შემალული პოლიტიკოსებიც ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. არის ერთ-ერთი ახალგაზრდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, 7 წლამდე პასუხისმგებლობა ეკისრება თავისუფლების საქმეთა, ემუქრება უпростоრად მას იმ ბრალის მიხედვით, რომელიც წაიყენა. აქ, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. საუბარი მაქვს ამ 4 პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე. პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობა ის, რომ ასეთი ადამიანები, ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში და დღეს ეს ახალგაზრდა კაცი რომ არის ასეთი რისკის ქვეშ, 7 წლიანი თავისუფლების საქმეთის რისკის ქვეშ, ეს არის რა თქმა უნდა ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. გამარჯობა. ძალიან ისე ბლიც პატარა შეკითხვები მაქვს. პირველი თუ შეგიძლიათ რომ ლარზე კომენტარი გავუკეთოთ, იმიტომ რომ მოხდა 2 წლის მოკლედ რეკორდული დაღმასვლა. ენკაზე თუ შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ, მოიგეს ენკა გიდრო იმას ეხება და რომ დაუბრუნდეთ აი დისკუსიას, ბატონო ირაკლი, გასაგებია საჯარო დისკუსიაზე რომ იწვევთ და ისინი არ მოდიან, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ხო არის ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება რომ თუნდაც შევარდნაძის პერიოდში თუნდაც წინახევზე პერიოდში ლიდერი ამ შემთხვევაში ითვლებით რომ თქვენ იწვევს იმაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თუნდაც დახურულ რეჟიმში თუნდაც ეს აი ამაზე ხო არ გვიფიქრია რა თქმა უნდა არავითარი მოლაპარაკებები ჩვენ გვახსოვს 2021 წლიდან ხო თავს მოხვეული მოლაპარაკებები შემდეგ გვაიძულეს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა რა თქმა უნდა ამის არავითარი რესურსი დღეს ოპოზიციას აღარ აქვს საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ღია ჩვენი შეთავაზება როგორც დავინახეთ არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი და უახლოეს მომავალში ამ დღეებში ვსად ვართ რომ საჯარო დისკუსიის ფორმატში დავსვდეთ მათთან ერთად მაგრამ არავითარი მოლაპარაკებისთვის რა თქმა უნდა არავითარი საფუძველი არ არსებობს რაც შეეხება ლარის კურსს ყოველი ასეთი პროცესების დროს როგორც მოიხსენებათ იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები რაც ნორმალურია თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას რა თქმა უნდა ეს ასეც იქნება დიდი აჟიტირებით საუბრობდნენ სხვათა შორის ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში იმის წინა აქციების შემთხვევაში ზოგადად მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა ერთი რამ რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული ეს მუდმივი ქვეყნის არევის მცდელობა ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი ხო ჩვენ გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამოდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. ნუ ეს არის დროებითი მოვლენა, რაც შეეხება ლარის კურსს, რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება უკვე, ასე ვთქვათ, ძალიან მალე და პრაქტიკულად აკეთებდის პროცესი, მაშინვე ეს პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა არის კიდევ ერთხელ ვიტყვი დროებითი მოვლენა. და მესამე კითხვა. ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, ზუსტად იმას უკავშირდება, რაზეც ახლა ვლაპარაკობდი. აქაც გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა ამ დავას, ხო? ანუ რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები საეჭვო პირები იყვნენ ჩართული ამ აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული NGO-ები, 3 კონკრეტული NGO შეიძლება გამოიკვეთოს, რომელიც იყო ჩართული, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იყო თორსები ჩართული, მწვანე ალტერნატივა იყო ჩართული, უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ჩვენს ქვეყანაში და ამის გამო
ქვეყანა შეიძლება მოუწიოს შეგრძელდება რა თქმა უნდა დავა, მაგრამ ქვეყანა შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც შეასრულა მიადგეს ჩვენს ქვეყანას უცხოური დაფინანსებით. ზუსტად ამიტომ არ უნდათ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ ეს შავბნელი საქმეები NGO-ების ხელით იკეთებინათ სწორედ შავი ფულით. მოგესალმებით, ალეკო კვეთაძე, ევრონიუს ჯორჯია. ბატონო ირაკლი, როდესაც საუბრობთ კონკრეტულად ევროკავშირთან მიმართებაში ურთიერთობების გადატვირთვაზე, ეს ბოლო დღეებია გუშინ დღეს ევროკავშირის ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელი პირი, მაგალითად კაია კალასი, მარტა კოსი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე ანტონიო კოსტა აცხადებენ, რომ ისინი წუხან საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო და გმობენ მათი თქმით, მათი განცხადებით ძალადობას, რომელსაც ხელისუფლების ესა თუ ის შტო ახორციელებს მომიტინგეების მიმართ. ამ ფონზე აქედან ზოგიერთი მათგანი ახლად არჩეული და ახლად დანიშნულია, რომლებიც მომდევნო წლებში გაუძღვებიან ამ სტრუქტურებს, ხო, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოთ, როგორც ამბობთ. როგორ წარმოგედგენიათ უფრო მკაფიოდ, რომ უთხრათ მოქალაქეებს ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენა? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით რეალურად ახალი მთავრობა აღიარეს. არ ვიცი ეს რა იყო და როგორ იყო, მაგრამ რეალურად საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა და შესაბამისად მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადაუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოს ამისათვის. რაც შეეხება განცხადებებს, განცხადებები არის რა თქმა უნდა სამწუხაროდ იმ თვალსაზრისით, რომ არის აბსოლუტურად სამხრივი. ხო, თქვენ ხედავთ რა ხდება, აი გუშინ რა ხდებოდა მაგალითად თბილისში, ან გუშინ წინ რა ხდებოდა თბილისში, ვისი მხრიდან იყო ინიცირებული ძალადობა, ხო მიცით? ანუ ესენი იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, ხო? ვიდრე არ დაიწყო ძალადობა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებსა და ამ შემდეგ, მანამდე არავითარი რეაგირება არ ქონია ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხო? ანუ რეალურად არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, წინასწარ აქვს დაორგანიზებული მათ ეს ძალადობა, წინასწარ მოაქვთ მასალები ამისათვის, რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან ძალადობა არ იქნებოდა არაფერი. ხო მიცით ეს თქვენ? თუ არადასტურებთ? გადაგისვით ბატონო. არა, მაინც მინდა რომ და მე ვერ გავაკეთებ შეფასებას, ჟურნალისტი ვარ, მე თქვენგან მინდა შეფასება. ძალიან სამწუხაროა. თუმცა, რეალურად ყველამ ვიცით, რომ ძალადობა თავიდან ბოლომდე არის ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან, ხო? ანუ ძალადობას არ იწყებს არც ერთ დღეს არ დაუწყია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობა, ხო? იწყებენ ძალადობას მომიტინგეები და ამაზე რეაგირებს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს ფაქტი რომ არ არის ხაზგასმული ამ განცხადებებში და ცალმხრივი რომ არის, ეს რა თქმა უნდა აღიქმება მწვანე შუქად ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან რომ განაგრძონ ძალადობა. ეს არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა ჩვენ შენიშვნებს გავუგზავნით შესაბამის პოლიტიკოსებს. რაც შეეხება გადატვირთვას, სამართლიანობა არის მთავარი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. როცა ვხედავთ უსამართლო განცხადებებს, რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც კი სამართლიანობა დამყარდება, როგორც კი უსამართლობის პრობლემა აღარ იქნება, მაგალითად როგორც ამ შემთხვევაში იყო განცხადებებში, მაშინ